მოგესალმები ტელემეორეს მაყურებელს. უკვე მე-15 თვე გავიდა დაწყების დღიდან და უკვე ვხედავთ აი როგორი ახალი სივრცე გაკეთა, რომელიც მართლაც მოუხდა ჩვენ კულტურის თავს. გაკეთა ვიტრაჟი, რომელიც შეიმინა პარკში დგებოდა 10-15 სანტიმეტრი წყალი. იმიტომ რომ არ ქონდა კულტურის თავს დრენაჟი. რა ჩვენ გავუკეთეთ დრენაჟი კულტურის თავს, იმის შემდეგ ხშირად ჩავდიო ხოლმე ქვევით ფანრით, ნახულობდა საერთოდ წყალი აღარ დგას ქვემოთ რა. ამას გადაარჩინდა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. იქ ვხედავთ სცენას, იქაც ახალი იატაკები და იარუსზე ზემოთაც ყველაფერი შეცვლილია. საერთოდ გამოსვლიდა მთელი კულტურის თავში ელექტროხაზები. ასევე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები და გაკეთებულია სახანძრო სიგნალიზაციები. აქეთ მოეწყო გაკეთა ძველი წერტილები. აქეთ არის ქალბატონების, მამაკაცების, შეშენებების. აქეთ როგორ უხდება ჩვენი ახალი ვიტრაჟი. ვალაგებულია, იმიტომ ყოველდღე ვალაგებთ, მაგრამ მაინც მერე სამუშაო დროს ასე ყველაფერი ირევადა. აქ მინდა გაკეთდეს პატარა კაფე. იქნება გამაგრების სასმელები. სწრაფი კვება, რომელიც საჭიროა, აუცილებელია კულტურის სახლისთვის. აქეთ უმთავრესი შევდივართ მხატვრობის სივრცეში. მართლაც უნიკალური ნახატები ბატონ რობერტ სტურუას შესრულებული. აქ იყო ყველაფერი გაფუჭებული. მთელი ეს გვერდზე სივრცეები სულ იყო ჩამოხეული, სულ ჩამოყრილი. თითქმის დამთავრებულია ყველაფერი, ველოდებით ახლა რომ შეიძლება და საბოლოო სახე მიეცეს. აი ამას სცენის ეკრანი ქვია, აი ამ წინა სივრცეს სცენისას ეს აღდგა, დაიხატა, უხსოვსფერი დაედო, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა. მთელი ეს ოთახები, აქ სულ ახალი იატაკებია, რომელიც დამუშავდა. ეს არის ჩვენი გარდირობი, რომელიც უკვე მზად არის რომ შეიღებოს. არის ჩვენი ძვირფასი მსახიობების საგრიმერო ოთახი. ეს ოთახი არის ტელევიზიისთვის. აქ არის სამდინო ოთახი. ეს ოთახი არის დირექციის. აქ როცა აი წელს ძალიან ცუდი ზამთარი იყო. ძალიან მართლაც დიდი თოვლი მოვიდა თვალსაჩინო. მაშინაც კი აქ სამუშაო არ ჩერდებოდა. 15 თვე არ დაგვისვენია. 15 თვეა. აი რომ დავიწყეთ დაბლიდან, საძირკვლიდან სახურავამდე. სახურავი გავუკეთა კულტურის თავს 1350 კვადრატული მეტრი. და მინდა უდიდეს მადლობა გადავუხადო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კერძოდ ქალბატონ თეონიანს, ძეგლთა დაცვას და კულტურის სამინისტროს, რაც კეთება, რაც სრულდება ნამდვილად ესეთი ძვირფასი და ესეთი ისტორიული ჩვენი კულტურის სახლის ყველა ნებისმიერ სამუშაო ყველაფერი ამათ დამსახურება არის და ძალიან დიდი მადლობა. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ თეატროლოგიანს. ქალბატონ თეატროლოგიანის მინისტრობის დროს დაიწყო აი ყველაფერი ეს რაც კეთება დღესდღეობით დაიწყო ქალბატონ თეატროს დროს. შრომის კულტურის სახლის რესტავრაციას აწარმოებს შპს იუკონდა კომპანია. ეს ის კომპანია, რომელიც მუშაობს მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობაზე. სხვა სამუშაოებს არ ასრულებს ეს კომპანია. კომპანია დაფუძნებულია რამდენიმე წლის წინ და აქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი შესრულებული. ერთ-ერთი ამ პროექტთაგანი არის შრომის კულტურის სახლის რესტავრაცია. შრომის კულტურის სახლი გამოირჩევა იმით, რომ არის უნიკალური ნახატები, ჭერის მხატვრობა, კედლის მხატვრობა და ისტორიული შენობა, რომელსაც აქვს ძეგლის სტატუსი. დავიწყეთ ჭერის მხატვრობის რესტავრაციით. რესტავრაციას აწარმოებს მხატვარ რესტავრატორი კონსტანტინე თაბუკაშვილი. მუშაობს ბრიგადა, რომელმაც უამრავი სამუშაო შეასრულა ჩვენმა კომპანიამ.
დემონტაჟი, ახალი მინაშენის აშენება, შიდა კედლების მოპირკეთება, შეღება, კედლის დაჭერის მხატვრობის აღდგენა, რაც მთავარია. აღსადგენი იყო როგორც თაბაშირის ფიგურები, ასევე მხატვრობა. ეს მხატვრობა ეკუთვნის რობერტ სტურუას, მამას რობერტ სტურუას და არის ერთ-ერთი უნიკალური მხატვრობა საქართველოში. და ამით არის განთქმული ზუსტად ეს კულტურის სახლი. მთლიანობაში 2.500.000. პროექტში არის რაღაცები დასამატებელი კიდევ, არის შესასწორებელი ხარსაღრიცხვა, სჭირდება კორექტირება, შეჭრით არ მეპარება, რომ ეს პროექტი, როგორც სხვა პროექტები, წარმატებით დასრულდება. ეს ოთახიც მზად იყო, რომ შეიღებოს, რომელი ოთახის და რომელიც ეს დიდი ზალა დაეთქვა ჩვენს მოფარიკავე ბავშვებს, სადაც გაიძლებიან ჩვენი სპორტსმენები და ღმერთს ხანს აქაც გაიზარდოს ჩვენი მომავალი მსოფლიო ჩემპიონები. აქ ეს ორი ოთახი არის, დასახელები არის. ეს ოთახი აქ მაგათი ინვენტარის ოთახი იქნება სპორტსმენების. და კეთება ძალიან კარგად, რომელიც ძალიან მოუხდა ჩვენ კულტურისას, ძალიან ბევრი კულტურის სახლები დახია მთელი მსოფლიოს იბლებ, თეატრები. ეს მარტო არის ჩვენთან გურიას სოფაშობაში, რომ კულტურის სახლი იყოს ფარიკობის სივრცე, რომელიც ძალიან საინტერესოა, ძალიან კარგი გამოვიდა. სცენაზევი არის, შეიძლება ითქვას, სცენის გვერდზე არის ესეც საგრიმო ოთახი. რაც მართლაც გამოადგება ჩვენ სახლებებს და უცებ შედიან სცენაზე. ძალიან ისეთი ის არის, კარგი რომ სახება იმუშაოს. კონდეს კომფორტი მუშაობისთვის. ასევე მინდა უდიესპარლო გადავხადო მშენებლებს, ვიკონი და კომპანიას, ის დამფუძნებელს. კაპიტან ნაპოლაბულაზეს და მის მოადგილეს ბატონ გიგაურს. და კიდევ ერთხელ უდიესპარლობა თქვენ. აი ეს არის ჩვენი გარე სივრცე. აი ხედავთ როგორ მოუხდა ხის პანელი, ესე ძალიან უცხო არის. აი წინა ფასადი კულტურ-მეგობრობის ძეგლის, რომელიც ახლა მუშავდება ფასადები, გასუფთავდა, გაიხეხა, მოსილდა ძველი კრასკა, რომელიც იყო გაგასული წლების უკან და უკვე მზადდება, რომ ესეც შეიღებოს მალე-ხანებში. ეზოს დაგეგმილია გარე სივრცეები, ეკეთება ლამპიონები, უნდა გაკეთდეს ღობეც, წინა ღობე. ისიც თავისთავად ძეგლია. მალე-ხანებში გაიხსნება და იმედია, რომ შეხვდებით გრანდიოზულ კონცერტს კულტურის სახლში.